რასაკვირველია ხა, როდესაც ჩვენც მოგზაურობთ და თავისთავად ცხადია, როდესაც სტუმრები ჩამოდიან ტურისტები, მათი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი არის ადგილობრივი არქიტექტურა, აი სპეციფიკა, რაც არის, ვთქვათ, ერის იდენტობის მაჩვენებელი. და თქვა შესაძლებელია რომ თბილისის მასშტაბით გაეცნონ ამ არქიტექტურას თუ საჭიროა მოგზაურობა ამისთვის საქართველოს თბილისის მასშტაბით თავისთავად ცხადია, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, რასაკვირველია, თბილისში არის ერთი ადგილი, სადაც მთელი ქვეყანა არის ერთ სივრცეში მოქცეული, თუმცა აი რაც შეეხება ვთქვათ ბუნების ძეგლების გარდა, რითაც საქართველო არის უნიკალური და ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ბუნების ძეგლები, უბრალოდ არ ვისაუბრებ ინფრასტრუქტურაზე, რა მდგომარეობაშია ტურისტულ ადგილებთან მისასვლელი გზები თუნდაც და იქ გარემო ამაზე უბრალოდ საუბარი ზედმეტია. აი გუშინ დავასრულე სტუმრები გავაცილე დაახლოებით 8 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ქვეყანაში და აი ერთ-ერთი აი ძალიან სამწუხარო არის ის რომ აი ესეთ მაგარ ქვეყანას რომელიც არის ნამდვილად გამაოგნებელი თავისი კონტრასტებით აქვს აი ესეთი მძიმე მდგომარეობა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. თან რაც დრო გადის კი უფრო კი არ ხდება ამის მოწესრიგება, უფრო და უფრო უარესი სიტუაცია ხდება, რაც არის აი უკიდურესად აი ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ აი გუდაური, სტეფანწმინდა, გერგეთი არის ყველა ტურისტულ მარშრუტში შეყვანილი ლოკაცია არის, მაგალითად 3 დღითაც რო იყოს ადამიანი ჩამოსული საქართველოში, ის აუცილებლად გადის ამ გზას და უბრალოდ აი რა ხდება გზებზე, ამას საუბარი არის წარმოუდგენელი და იმ ადგილებშიც აი სულ მიკვირს ხოლმე რომ აი სტეფანწმინდა არის ერთი ძალიან პატარა ქალაქი, რით ვერ მოხდა ამ გზების მოწესრიგება. აი მე რამდენი სეზონია ვართ და ალბათ ჭირდება უბრალოდ ნება და მომდომება რომ მოაწესრიგოს. რეპუტაციული ზიანის მიყენება, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის სახე და აი ძალიან ზიანდება ქვეყნის იმიჯი აი ესეთი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით და აი რთული მოსასმენია ჩვენთვის, გიდებისთვის, როცა სტუმრები ამბობენ რომ აი როგორი მიწა-წყალია და როგორი ცადა მიწა და ამ დროს ჩვენი უპასუხისმგებლობით ასე დღეშია ინფრასტრუქტურა. ეხლა რაც შეეხება რაში გვეხმარება არქიტექტურაზე დაკვირვება, ეს გვეხმარება რომ ჩავწვდეთ ისტორიას, ტრადიციებს, ამიტომ აინტერესებთ ეს ძირითადად სტუმრებს და აი ხშირად მიყვარს ხოლმე ამის თქმა, რომ აი კულტურული განვითარების დინამიკას ისე არაფერი აღწერს როგორც არქიტექტურა. ეხლა რაც შეეხება ქართულ საცხოვრისებს, ამ მხრივ ჩვენ ძალიან მდიდარი ისტორია გვაქვს, ძალიან შთამბეჭდავი. ეხლა რა შემოვინახეთ და რა მოვიდა აქამდე ეს ცოტა სხვა თემაა, მაგრამ უშუალოდ აი რომ ვისაუბროთ ამ თემაზე ძალიან შთამბეჭდავია მოკლედ ეს თემა. აღრიცხული თუ არის ელზა ეს ყველაფერი რა გვაქვს მაგალითად მე ვცდილობდი დამედგინა რამდენი ძველი ოდასახლი გვაქვს მაგალითად თუნდაც აი დასავლეთში რამდენია ეს მესხეთში რამდენია მე პირადად ვერანაირი სტატისტიკა ვერ ვნახე შეიძლება მე ძალიან ვეძებე და ვერ ვნახე მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ერთად შეკრებილი ვთქვათ რაოდენობა არ გვაქვს საცხოვრისებთან დაკავშირებით. ეხლა რა განსაზღვრავდა არქიტექტურას აი ჩვენ ფოტოკოლაჟზე ვხედავთ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა განსხვავებული ტიპის სახლებია ქვეყანაში მაგალითად პირველი ეს იყო საცხოვრებელი გარემო ბუნებრივი გარემო და კლიმატი ეს იყო მაგალითად მთაში ბარში მშრალ ტერიტორიაზე ნესში ეს განსაზღვრავდა მაგალითად რა სამშენებლო მასალა იქნებოდა გამოყენებული და რა ფორმა ექნებოდა მაგალითად საცხოვრებელ სახლს თუნდაც აი მთაში კოშკი და დასავლეთის დაბლობში ოდები ხო აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეა. მეორე ეს იყო სამეურნეო საქმიანობა, სახლის დაგეგმარება შეესაბამებოდა ოჯახის ყოველდღიურ საქმიანობას. მაგალითად, სად იყო მარანი, საქონლის დასაბინავებელი სივრცე სად იყო, ამას განსაზღვრავდა მაგალითად სივრცე. გარდა ამისა იყო სოციალური სტრუქტურა, რა შეძლების ოჯახი იყო მაგალითად, რამდენი სული ცხოვრობდა ამ ოჯახში და ამის მიხედვით იყო მოწყობილი სახლი. და თავდაცვითი საჭიროება, რაც მთაში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია, აი მთის რეგიონებში იყო მაგალითად ციხესახლები, რომელსაც ასევე ჰქონდა თავდაცვის ფუნქცია. მნიშვნელოვანი იყო ხელმისაწვდომი რესურსები, მაგალითად ადგილობრივ ტერიტორიაზე რა სამშენებლო მასალა გამოიყენებოდა, ამის მიხედვით შენდებოდა თქვათ შესაბამისი სახლები და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ტრადიციის გათვალისწინება, მაგალითად კონკრეტული შენობების
აშენების წესი გადაეცემოდა თაობიდან თაობას და ეს იყო აი რეგიონის იდენტობის აღნიშნული, რაც უაღრესად საინტერესოა. ზოგადად აი ხალხური არქიტექტურის ენას რაც შეეხება, მე მომწონს აი საკითხის ამდაგვარი ფორმულირება, უპირველესად აი კვლევის საგანი და საინტერესო უნდა იყოს ისევ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ანუ ჩვენ პირადად უნდა ვიყოთ პირველ რიგში დაინტერესებული, რომ მაგალითად აი როგორი ტიპის სახლები ქონდათ ჩვენს წინაპრებს და რა იყო უნიკალური აი ამ სახლებში. ხოდა თან უნიკალურია ის, რომ არც ერთი ერთმანეთს არ იმეორებს. აი თუნდაც მთაში შენ როგორც აღნიშნე, მაგალითად სვანური კოშკი მთიულურს არ იმეორებს. ანუ ყველგან აი რაჭული პატარა სახლი არ იმეორებს იმერულ ოდას. ყველგან არის რაღაც განსაკუთრებული პატარა ქვეყანაზეა საუბარი. აი ეგ არის, აი ეს არის ის, რითაც აი ჩვენს ქვეყანას არაკლია სტუმარი. აი ესეთი კონტრასტები ერთ გოჯ მიწაზე. მე თვითონაც მილიონჯერ რომ აქვს გავლილი ერთი და იგივე მარშრუტი, სტუმრები მეკითხებიან, შენ პირველად ხომ არ ხარო? ანუ იმდენად აღთავენებული ხარ ყოველ ჯერს. ყოველ ჯერს, აი ყოველ კვირაეული გავლის შემდეგაც კი აი არ მე რაღაც მეუფლება ესეთი ძალიან დიდი აღფრთოვანება. მინდა სტატისტიკა გაგიზიაროთ, აი სტატისტიკის ეროვნული მონაცემების, სამსახურის მონაცემების თანახმად, ზუსტად აი ვეძებდი მაგალითად ყველაზე ძველი სახლების რაოდენობა რამდენია. მე მაქვს 2014 წლის სტატისტიკა. ახლა ის რო ჩატარდა აღწერა. მე ვერ ვიპოვე შედეგები, ხომ არ გამოქვეყნებულა სადმე ახლანდელი შედეგები. მე მგონი ჯერ არ ვიცით არაფერი, ხო? ახლანდელი აღწერის. არ მახსენდება ხო უბრალოდ კი, შედეგები არ ვიცით. ნუ 2014 წლის აღწერა და იქ ბევრი სახლი სავარაუდოდ არ იქნება, მაგრამ მაინც რო ვთქვათ, ესე იგი ყველაზე ძველი საცხოვრებელი სახლები ქვეყნის მასშტაბით დღესდღეობით რაც გაგვაჩნია, ეს არის აშენებული 1919 წლამდე. ყველაზე ძველი სახლები და ცნობილია მათი რაოდენობა 31790 სახლი გვაქვს ქვეყანაში 1919 წლამდე აშენებული. ოღონდ რა თქმა უნდა ეს არის ამას მინიჭებული აქვს რაიმე სტატუსი? ნუ აღწერილია ესეთი სახლები. და ნუ 10 წელი ახლა ბევრი დაზიანდებოდა, აი ეჭვიც არ მეპარება ამაში. უბრალოდ ამიტომ ეძებდი აი უახლოეს სტატისტიკას. აქედან ყველაზე ბევრი 19018 სახლი არის თბილისში. აი ამ 1919 წლამდე აშენებული სახლიდან. ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ აი უძველესი სახლების რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მეორე ადგილზე დგას იმერეთი. იმერეთში არის 1919 წლამდე აშენებული 3783 სახლი. ნეტა რამდენია გადარჩენილი. აი ძალიან საინტერესოა მე პირადად აი ყველა ამ სახლის ფოტო და რაღაცა მისამართი მაინც რო გქონდეს, რომ რაღაცა ჩვენ თვითონ ჩვენი ძალებით დავათვალიეროთ ეს სახლები, რაღაც არქიტექტურაა საინტერესო, სამშენებლო მასალა რა არის გამოყენებული. აი ძალიან ის არის, აი პასუხისმგებლობით გჭირდება ამ საკითხის მიდგომა. ეხლა დავინტერესდი ყველაზე ნაკლები სახლი ამ პერიოდში სადაშენდა, ანუ ყველაზე მეტი აშენებულა იმერეთში, ყველაზე ნაკლები სახლი 1919 წლამდე გვაქვს გურიაში. ესე იგი 383 სახლი გვაქვს გადარჩენილი. ხო, იმ პერიოდში, ნუ დღემდე ვნახოთ რამდენია. ეხლა თბილისში ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლები, ნუ ახლა რაც შენდება, ეს არ ვიცი საერთოდ რა კლასიფიკაცია უნდა მიეცეს და რა ნუსხა უნდა შედგეს და როგორ უნდა გავიგოთ საერთოდ რაოდენობა. ეკაც არ იცის, მაგრამ აი საცხოვრებელ სახლებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი რაოდენობით სახლები თბილისში, აი აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში აშენდა ბრეჟნევის დროს აშენებულა. ეს არის 1964 წლიდან, აი 80 წლამდე, აი აღრიცხვა რაც არის, ყველაზე მეტი რაოდენობის სახლები სწორედ ამ პერიოდში აშენებული და აი სტალინის დროს 1956-60 წლებში ძირითადად აშენდა მცხეთა-მთიანეთი, გურია, კახეთი. აი ამ პერიოდში ყველაზე მეტი სახლია აშენებული. აი ეს არის ძალიან ზოგადი სტატისტიკა. რაც გვაქვს, აი მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად თბილისში არსებული ეს 19018 სახლი დავფიქრდი მაგალითად ჩვენთვის არ არის ცნობილი არ ბევრი სახლი ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ 19000 სახლი ნამდვილად არ მეწოდინება არავითარ შემოგვიყვანში. კი და ამიტომ აი რაღაცა ამ მიმართულებით შეიძლება რაღაცა კვლევა რო ჩატარდეს. იქნება, რაღაცა იქნება, თან არის ხალხი ნამდვილად ისეთი არ
ადამიანები ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ, რომლებიც არიან ამ მიმართულებით დაინტერესებული. ეხლა რაც შეეხება ძველ სახლებს უკვე რამდენიმე განსხვავებული ტიპის სახლი განვიხილოთ, აი თუ დავაბრუნებთ აი საქართველოს მთლიანი რეგიონის რუკას, იქ ძალიან კარგად ჩანს სამი ძირითადი ტიპის სახლებია, მაგალითად მთაში, აი კარგად გამოჩნდა, ეს არის ხევსურეთი, ხევი, ფშავი, თუშეთი, სვანეთი, იქ კოშკები, ანუ დაშენებული, ხა ყველა კოშკს, ყველა ტიპის კოშკს რო არ შევეხოთ. ხო, გაგრძელებით, ხა კახეთი, ქართკახეთი და აი მესხეთისთვის იყო დამახასიათებელი ეს გვირგვინოვანი სახლები, ესეთი ძალიან საინტერესო არქიტექტურით და დასავლეთ საქართველოს დაბლობი, ანუ დაბალი ზონა, ეს არის ოდა სახლები. ანუ სამი ტიპის სახლი განვიხილოთ და შეგვიძლია აი ვიმსჯელოთ რას ამბობენ ეს სახლები ჩვენს წინაპრებზე, რა მემკვიდრეობა გვაქვს და აი დღეს რამდენად ვართ ჩვენ ღირსეული მემკვიდრეები ამ ჩვენი წინაპრების, აი რა დაგვიტოვეს და რა გვაქვს ამ ეტაპზე. ესე იგი პირველი მოდით ვისაუბროთ სვანურ კოშკებზე, ანუ სვანური კოშკების მაგალითზე განვიხილოთ, ანუ სვანური კოშკი ან დგას ცალკე საერთოდ, ან დგას აი სახლთან დაკავშირებული კონსტრუქცია არის, ამას ეძახიან მურყვამიან კოშკს, აი გამოჩნდება აუცილებლად ამ კოლაჟში და ეს მურყვამიანი, ანუ კოშკიანი სახლი ითვლება სვანური საცხოვრებლის ყველაზე განვითარებულ სახედ. ეხლა ძალიან საინტერესო ამბავია ის, რომ აი რისგან შედგებოდა ეს კოშკიანი სახლი. ჯერ ეს საცხოვრებელი ნაწილი იყო ძირითადად ორსართულიანი, ზოგჯერ იყო ერთსართულიანი, აი ნახეთ როგორ მზედვე არის მიდგმული. და ეხლა ამ ორსართულიან სახლში იყო ყველაზე საინტერესო ის, რომ აი ქვედა სართული ეს იყო მაჩვიბ დარბაზს ეს ეძახდნენ, მაჩვიბი ან მაჩუბი, რომელზეც აი ჩვენ და მოგვიანებით კიდევ ვისაუბროთ, ეს იყო ოჯახის ზამთრის საცხოვრებელი, ანუ ძირითადად მაჩუბში ცხოვრობდნენ. შემდეგ ზედა სართულზე თუ იყო ის ორსართულიანი, ეს იყო დარბაზი, ასევე სახლს გააჩნდა კოშკი, როგორც თავდაცვით ნაგებობა და ჰქონდა გალავან შემოვლებული ეზო. ესე იგი უპრეცედენტო თავდაცვის ზომები იყო მიღებული. თუ სხვათა შორის ეს პირველი სართული ტემპერატურასაც განაპირობებდა, შემდეგ უნიკალური საცხოვრებელი გარემო იყო. გარდა მაგალითად კოშკს ახლა ცალკე რა ფუნქცია ჰქონდა გარდა საცხოვრებლისა. ამ სივრცეში, ესე იგი ერთმანეთისგან იყო გამიჯნული საყოფაცხოვრებო და თავდაცვითი ფუნქციები ჰქონდა ცალ-ცალკე. სრულად თავდაცვის ფუნქცია აღებული ჰქონდა კოშკს თავის თავზე და აი საინტერესო რა არის ნახეთ შესასვლელი კარი რა სიმაღლეზეა ანუ პირველი სართულის კი ანუ არის ძალიან 5-6 მეტრის სიმაღლიდან იწყებოდა შესასვლელი კარი ანუ ესე მარტივად კოშკში ვერ ახვიდოდი ვერანაირად ეს იყო და კარის ქვემოთ რა ხდება სივრცე იყო მაგალითად ხშირად ქვევით პირველ სართულზე როგორც წავიკითხე იყო ქვევრები წყლის რეზერვაციისთვის ინახავდნენ და თუ იყო მაგალითად ამ გალავანსაც თუ გარღვევდა ვინმე ზემოთ ან იმდენად დაცული იყო რა როგორ უნდა ასულიყავი ხო ვერანაირად ვერ ახვიდოდი იყო 4-5 სართული იყო მაგალითად 6 სართულიც კი ყოფილა იშვიათი შემთხვევის გარდა და თავდაცვის მთავარი ნაგებობა არის ზედა სივრცე სადაც არის თაღო ვანი, აი ესეთი გადმოფარებული გვირგვინით მთლიანი კოშკი, რომელიც იყო აუცილებლად ორნამენტირებული. ეს არის კიდე ძალიან საინტერესო. ორნამენტები იყო ძირითადად აი სვანური ხუროთ საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით იყო გაფორმებული. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება საცხოვრებელ სივრცეს ამას აქვს კიდე ძალიან მნიშვნელობა, აი ზამთრის საცხოვრებელი რო ვთქვით, ანუ მაჩუბი ან მაჩვიბი, იყო მთლიანად ქვევით, ანუ ქვედა სივრცეში და გარდა თქვა საცხოვრებელი დარბაზისა, იქ იყო გამოყოფილი სპეციალურად აი მოწყობილი გომური იყო, იზოლირებული საქონლისთვის. და ეს გომური თან საქონელი ხა ზამთარში გარეთ როგორ ვინ გაუშვებდა ამ საქონელზე ბაგურ კვებაზე ყავდათ ეს საქონელი გადაყვანილი თვითონ აი გვაქვს აი მაჩვიბის ფოტოები ძალიან საინტერესო იყო ორნამენტირებული და აი წყობა იყო მაგალითად ძალიან მკაცრად განსაზღვრული აი მაგალითად ამბობენ რომ აი ნახეთ აი როგორ არის აი სადგომები გაკეთებული ანუ ეს შიგნით სიღრმეში იყვნენ
ეს ცხოველები. ყოფილა ესეთი შემთხვევა არა, ანუ კაცრად განსაზღვრული წესის თანახმად, ჩრდილოეთით ძირითადად დაბმული ყავდათ ხარები, დასავლეთით ძროხები და ნუ სხვა ცხოველები ესე იყო, აღმოსავლეთით იყო მარანი მაგალითად გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ შუაში კერა იყო გაკეთებული, აი ჩანს კიდევაც კერა. და მთელი ზამთრის განმავლობაში ოჯახი იყო თბილად. ეს არის აი კოშკის მიშენებული სახლის პირველი სართულია. ეს არის მურყვამიანი სახლი, რომელიც ითვლება სვანური საცხოვრებლის ყველაზე განვითარებულ სახედ. კი, თვითონ ორნამენტებს რაც შეეხება, ანუ ორნამენტები იყო გაკეთებული მაგალითად სხვადასხვა გეომეტრიული ორნამენტები, აი წყობა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორნამენტებს და აი ცხოველ ზოომორფული ორნამენტებიც იყო, ცხოველები მათ შორის გამოსახული და ასე შემდეგ. კი ბატონო. ეხლა გამოჩნდა ხევსურული კოშკიც. ხო, თვითონ კი, ხევსურული კოშკი ეს ძალიან მომწონს ეს კოშკი, ეს არის პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, ცისკარაულების კოშკია და საერთოდ ძალიან ხშირად მაგალითად აქვთ ხოლმე უცხოელებსაც აქვთ ესეთი კითხვები, რომ აი რა ჯდებოდა კოშკის აშენება, ან როგორ ხდებოდა გადასახადების გადახდა, მაგალითად ამ ხევსურული კოშკის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეპატრონემ ქისტ ხელოსნებს 50 ძროხა გადაუხადეს. იმისათვის რომ ეს კოშკი აეშენებინათ, ანუ დაახლოებით. აი ძვირია 50 ძროხა, არ არის ცოტა. საკმაოდ ძვირია, საშუალოდ ერთი ძროხა, საშუალო ჯიშის, ხა არ საუბრობ. ხევსურული ჯიშის ძროხათან არ არის, მაგრამ 50 ძალიან ბევრია მაინც. კი, 1000 ლარი მაინც ხო იქნება ერთი ძროხა? ეხა უფრო მეტი. არ, ყველაზე მინიმალურს ვამბობ. ყველაზე მინიმალური ხო? მინიმუმ 50,000 არის ძალიან პატარა თანხას ვამბობ, მაგრამ ნუ ისე გადახდილი დაახლოებით. ანუ ესე ვუხსნით ხოლმე, რომ მაგალითად, ნუ ეს ამ კოშკის ფოტო ვაჩვენე ზუსტად, ხა იმიტომ აქვს ეს ფოტო, რომ ჩემს სტუმრებს ვაჩვენე ამ კოშკის ფოტო და ვუთხარი, რომ თვითონ პირიქით ხევსურეთის კოშკები, თვითონ შატილში არსებული კოშკებისგან ხო განსხვავდება? განსხვავებულია, კი, განსხვავებულია. და რა არის ხა უცნაურობა და საერთოდ ეს რა ვიცი, რაზე მეტყველებს კი შეიძლება ვიმშელოთ, აი უშგულის თემის კოშკები, აი რაზეც ვისაუბრეთ, არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, მადლობა ღმერთს, ეს მაინც არის შეყვანილი. თქვა რისი გარანტორია ამ შემთხვევაში ის რომ არის აი ამ გარდამჭერი ცნობადობის თვალსაზრისით არის, აი პოპულარიზაციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა, როდესაც კარგ ქვეყანაში ცხოვრობ, მაგალითად, ძეგლები არის დაცული, რასაც ვერ ვიტყვით ხა ჩვენ დაცული ძეგლები ნამდვილად არ აქვს. იგივე იუნესკოს ძეგლები, გეილათი, ზაგერსვეტი ცხოველი, ჯვრის მონასტერი. აი იუნესკოს ძეგლებია მიზანში ამოღებული თუ რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი. ესე იგი იუნესკოში ჩვენ თითზე დასათვლელი ძეგლები გვაქვს. ეს არის მცხეთის ძეგლები, მცხეთის ჯვარი, სვეტი ცხოველი, გელათი, უბრალოდ სათითაოდ ნახეთ რა ვითარება. ერთადერთი ძეგლი მქონდა 8 დღიან ტურში იუნესკოს პროგრამაში, მცხეთის ჯვარი, ისიც შიგნით არის სუხარაჩოში და რა ვიცი, ძალიან რთულია ახლა ისაუბრო გარდა გეოგრაფიული მდებარეობისა და მისი გარედან სახისა მის მდგომარეობას. აი არ ვიცი, აი რას ვერჩით ამ ძალიან პოპულარულ ძეგლებს. იმიტომ რომ ჩვენთვის აი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი უცხოელისთვის ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმის, ანუ აქვს თუ არა მას მსოფლიო აღიარება. ამიტომ აი სულ გეკითხებიან, რომ არის ეს ძეგლი იუნესკოში, თუ არ არის იუნესკოში. და ნუ აი არ ვიცი, ამ დროს იმხელა მემკვიდრეობა გვაქვს, აი რატო არ არის შეყვანილი თუშეთის კოშკები, მაგალითად თუშეთის კოშკები, შატილის ამას რა ვიცი, ამას ალბათ სჭირდება უბრალოდ მუშაობა ელზა არა სახელმწიფოს ძალიან მუდმივი კონტაქტი და ალბათ კიდევ მუდმივად სჭირდება პოპულარიზაცია და რა ვიცი, კი არ უნდა ვანგრიოთ, უნდა ვაშენოთ და რაღაცა ვისწავლოთ ამ ჩვენი ისტორიიდან. ეხლა გამოჩნდა მეორე ტიპის სახლი, რომელიც არის მესხეთისთვის, ქართლ-კახეთისთვის დამახასიათებელი, რომელიც ასევე არის რაღაც ფენომენალური მოვლენა, რაღაცა ჩემი აზრით, ჯერ სანახავადაც არის ძალიან შთამბეჭდავი. ასეთ სახლებს ვის მთავარი თავისებურება ეს არის გვირგვინოვანი გადახურვა, რომელიც აი ერდოთი მთავრდებოდა, საიდანაც შემოდა ნახეთ. განათება ხო? განათება და აი ბოლი გადიოდა ამ სახლიდან და მთავარი აი ღერძი აი ამ სახლის იყო დედაბოძი.
რომელსაც ეჭირა იმ მთლიანი კონსტრუქცია, ჩანს აქედან ეს დედაბოძი, როგორი საოცარი ამბავია და თქვა სტიქიურ მოვლენებსაც განსაკუთრებული სიმყარით ხდებოდა, ხო? სეისმურად იყო მდგრადი, აი მთელი შენობა ეჭირა, რასაც ქვია ამ შენობას. რა გარდა ამისა, ხა რა აქვს თავისებურება ასეთი ტიპის სახლებს. სინათლის გარდატეხა ხდება ისე რომ რა ადგილასაც არ უნდა ვისხდეთ ამ შენობაში ყველგან ერთნაირი განათება აქვს აბსოლუტურად უნიკალური კონცეფციის არის და მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურა მაგალითად აი კორეიდან ეგეოსის ზღვის სანაპიროებამდე არის მათ არქიტექტურაში ასეთი ტიპის სახლები ჩვენ სამეზობლოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, მაგალითად საინგილო, ძალიან ინდოეთი, ავღანეთი, ანუ ბევრგან არის ასეთი სახლები, მაგრამ ასეთი დამუშავებული გვირგვინი, როგორიც აი ქართულ ესეთ დარბაზულ სახლებს აქვს ეს არ არის რაღაცა ლურსნების ყველანაირი მასალის გარეშე არის ეს რაც საკვირველია ესე იგი თვითონ სამშენებლო მასალა ეს უნიკალური ხე არის გამოყენებული თან კონკრეტულად იცოდნენ მაგალითად წელიწადის რა დროს უნდა მოჭრილიყო ეს ხე მაგალითად დღის რა მონაკვეთში უნდა მოჭრილიყო ეს ხე იმიტომ რომ ასეთ ხებს მატლი არ უჩნდებოდათ თუ სწორად იყო ეს ხე გამოჭრილი და შესაბამისად ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი კი ეს გუმბათი სულ თავღია იყო? კი. სულ თავღია იყო. ეხლა რაც შეეხება რამე რო არ გამომჩეს, აი იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დედაბოძს, ახლა გამოჩნდა ელენე ახვლედიანის სახლი, სადაც აი უნიკალური თვითონ ელენეს მიერ გაკეთებული ორნამენტებით შექმნილი დედაბოძია. სხვათა შორის ჩვენ გვითხრეს იქ მუზეუმის უკარგესმა თანამშრომლებმა, რომ როდესაც მიწისძვრა მოხდა, ეს არ არის ახალი სახლი, ამ დედაბოძმა დაიჭირა სახლი და გადაარჩინა შენობა. ეს არის უნიკალური და იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დედაბოძს, რომ აი ხალხური გადმოცემის თანახმად, ანუ ხშირად ცოცხალ ხეებს იყენებდნენ, ანუ ფესვიან ხეებს, რომელიც იყო მყარად ჩადგმული მაშინ მიწაში, აი ესეთი ამბავი იყო. საინტერესო ის არის, რომ გვირგვინული კონსტრუქციის აღწერა აქვს მოცემული რომაელ არქიტექტორს და ინჟინერს ვიტრუვიუსს, ეს არის ტრაქტატი 10 წიგნი არქიტექტურაზე, ეს არის ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე. ვიტრუვიუსის ტრაქტატს ჩვენ ისევ დაუბრუნდებით, იმიტომ რომ მისი დაწერილი ესეთი ანტიკური არქიტექტურის ტრაქტატები უცვლელად, ანუ უდანაკარგოდ არის მოსული, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი საგანძური და ზოგადად ეს დედაბოძის მიმართ კიდე რაღაცა სხვანაირი დამოკიდებულება იყო, ხო? ითვლებოდა ძალიან წმინდად. რასაკვირველია და მაგალითად მუზეუმში გითხრეს, რომ დედაბოძის აი ორ მხარეს, თუ ერთ მხარეს იჯდა ოჯახის თავი, ანუ ყველაზე ასაკოვანი პატრიარქი, მოპირდაპირ მხარეს იჯდა რძალი, რომელსაც ჰქონდა შვილოსნობის უნარი და რომელსაც შეეძლო აი ყველა რიტუალი თითქოს ამის ირგვლივ სრულდებოდა ოჯახში. საოცარი დატვირთვის და მნიშვნელობის მქონე სახლებია, მოკლედ ეს მესხური სახლები და დრო არ გაგვეპაროს ასევე უნიკალური მოვლენა არქიტექტურის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ეს არის ოდა სახლები. დასავლეთ საქართველოს მარგარიტი კი, ცნობილი სახლია, ულურსნოდ გაკეთებული სახლი, ისევე როგორც აი მესხური ოდები, კოლხურ ოდებში არ არის ლურსმანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სახლი დავშალოთ და ავაწყოთ. მაგალითად, იყო შემთხვევა, რომ მზითებშიც ატანდნენ აი ამ სახლებს, ესე დაშლიდნენ და ხელოსნები ააწყობდნენ ამ სახლს. ახლა თვითონ ტერმინი ოდა, ეს ძალიან გამიხარდა ამის გაგება, ილია ადამიანს ეკუთვნის, რომელსაც აი ეთნოგრაფიული მიმართულებით ძალიან დიდი ღვაწლი აქვს და ძალიან ბევრი ნაშრომი აქვს და მეგრულად ქვია ოხორე. აი ესეთ რამეს ეძახიან ოხორე. კი, ძირითადად აი რაღაცა ისეთი ადგილია. ეხლა რაც შეეხება მთავარი ხიბლი აი ამ ოდების. ჯერთი უნდა ვთქვათ ის, რომ მე-19 საუკუნის მიჯნაზე ოდამ აიწია სიბრტყიდან ანუ კლიმატის გათვალისწინებით ის დადგა ხიმინჯებზე და განიავების ფუნქციაც შეიძინა. შეიძინა, იმიტომ რომ
ნესტიდან გამომდინარე მუდმივ ვენტილაციას საჭიროებდა და ეს იყო რაღაცა საოცარი მოფიქრება, ადგილობრივი ქვისგან ხდებოდა. ქვის გამოთლილ პატარა ძალებზე დგას კი. ესეთი ძალებზე დგას მთიულეთში რამდენიმე სახლი, ჩემი სოფლის მიმდებარედ და კი ბატონო, საინტერესო. ეს არის კონსტანტინე გამსახურდია სახლი აბაშაში. რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ ხედავთ ალბათ სხვაობას, რომ საერთოდ რატომ უნდა გავაკეთოთ ესეთი რამე არ მესმის. არის ქვის კიბე არის ქვემოთ მეთქვა. კი, საერთოდ კიბეს ფორმა შეუცვალეს, იქ რეალურ სახლში ბოლოშია, საერთოდ ყველა დეტალს. ის ორნამენტებსაც ფორმა აქვს შეცვლილი. კი, რა თქმა უნდა, შეცვლილია და რესტავრაცია ნამდვილად არ არის ამათი არ შეიძლება რესტავრაცია სჭირდება გარდა განათლებისა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. აიუნის რეგულარიზაციის ყველაფერი. თვითონ ამოდაზე რისი თქმა მინდოდა, რომ ამოდაში ეს არის ლაზი ხელოსნების მიერ აშენებული ოდა, რომელშიც ოქროს ფულია გადახდილი. ანუ იმ პერიოდში აშენებული ოდა არის. ზოგადად გვაქვს ინფორმაცია ამა თუ იმ ოდაზე თუ სახლზე ვინ არის ხო? სამწუხაროდ აი ამას ვამბობ ხოლმე, რომ აი ხალხურ არქიტექტურაში ანონიმი ხელოსნები დაკარგულია ინფორმაცია მათ შესახებ, მაგალითად ძირითადად ანუ ამ მეჩუქურთმეები ეს რატო ჯობია იმას, ანუ ეს რო დაფარეს არა შეიძლება ჯობია, მაგრამ არ შეიძლება შეცვლა. რატო? იმიტომ რომ ის იდეალურად არის შერწყმული ყველაფერთან. არა, ეს ბეტონის კიბე რაღაცა მართლა ისეთი ამოვარდნილია, რომ მეტიროში. აი, კატეგორიულად შეუძლებელი ამბავია, რასაც ახლა აქ უყურებთ. ეს არის კონსტანტინე გამსახურდიას აბაშაში, აი ამ სახლ-მუზეუმის შესასვლელში არის კიდე დიდი ბეტონის კედელი, არ ვიცი ნახეთ თუ არა, რაღაც ის არის კიდე ვერ გავიგე რა იყო. გაუგებარი დიდი ბეტონის კედელი, ხო? აი საოცრებებს დავაწყდები ხოლმე. აი ოდაზე მინდა კიდე ორი ოდე სიტყვით თქვა, ეხლა რა იყო ამ ოდისთვის დამახასიათებელი? შიდა სივრცის, ეს ოდა არის 150 წლის. შიდა სივრცის რეკონსტრუქცია იყო შესაძლებელი. მაგალითად, იყო ერთი ძირითადი მისაღები ოთახი და შემდეგ იყო ტიხარი, რომლის მოხსნა იყო შესაძლებელი. ანუ მაგალითად, თუ საჭიროების შემთხვევაში მთლიანი სივრცის გამთლიანება იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, აი წინა კედლების მოხსნაც იყო შესაძლებელი და ეგრევე ბუნებაში გამოდიოდი და ძალიან ხშირად აი არაერთი წყაროდან მაქვს მოსმენილი, რომ აი იაპონური კონცეფციის სახლებს ადარებენ, ანუ ჰარმონია ბუნებასთან მთლიანად და მთლიანად აი ბუნების ნაწილი ხდება ადამიანი. მასალაც იმდენად ბუნებრივია. მასალა იყო გამოყენებული მუხა, წაბლი, თელა. აი ამ სამი ძირითადი მასალა იყო გამოყენებული, როგორც გითხარით, ულურსნოდ და დიდი აივანთან აი ნახეთ ორნამენტებს უბრალოდ როგორი დამუშავებული ორნამენტებია და ყავს ესეთი ადამიანი სამსონ ლეჟავა, მისი ლექცია მაქვს მოსმენილი კოლხური ოდების ფენომენზე, აი საოცრებები აქვს მოყოლილი. აი ნახეთ როგორი ორნამენტებია. ჩრდილებს იძლევა, როდესაც მზე ანათებს მე გამოცდილი მაქვს ჩემ თავზე, ეს არის აი ჭვირული ორნამენტებიდან, როდესაც აი ჭვირული ფარდებიდან, როდესაც გამოდის მზის ხივი, აი ადამიანის გასხივოსნებას იწვევს. აი მე ძალიან მოქმედებს. ძალიან დიდ, აი ამიტომ არის აბსოლუტურად უნივერსალური და აი კულტურული განვითარების ძალიან დიდი წინსვლა არის ამ ოდებში. რატომ დაიკარგა და ეს ტრადიცია უბრალოდ რატომ ჩაანაცვლა ბეტონმა, რომელიც ასეთი არაჯანსაღია ამის ფონზე? აი სადასანანია, თუმცა ნუ ცხოვრების წესი ყველაფერი იცვლება. ნახეთ აქ სამსონ ლეჟავა ამბობს, რომ მზის ჩასვლა ამოსვლის ორნამენტი იყო ის წინა ორნამენტი. ეხლა ეს იმერული ესკიზებიდან რატო გვაქვს ოდების აივნებზე იმართებოდა ხოლმე თეატრალური სანახაობები, იკრიბებოდნენ მეზობლები და ეს იყო სივრცე რაღაცა იმ პერიოდის საზოგადოების შეკრების. ყველა აივანს, აი რაც ძველი ოდა მინახავს, აქვს ტახტრევანი, სადაც შეიძლება დაისვენო და ეს იყო აი სარელაქსაციო სივრცე, შეიძლება ითქვას. თავისი კონსტრუქციით, სისადავით, აი უბრალოებით, ზოგადად აი უბრალოება არის ზენიტი განვითარების. სხვა ადამიანზეც ესეა. ყველაზე განვითარებული ადამიანები ძალიან უბრალო ადამიანები არიან და თავისი უბრალოებით, სისადავით, ჰარმონიულობით, კონსტრუქციით არის აი იდეალური საცხოვრებელი და იმისათვის რომ ხა ბოლოსკენ რო წავიდეთ, არ არის საჭირო მაგალითად მოვიაროთ, რომ ნახოთ რა გვაქვს რეალურად ქვეყანაში, როგორ ტიპის საცხოვრებლები, აქვე არის ეთნოგრაფიული მუზეუმი
სადაც არის 11 სხვადასხვა სივრცე და 70-ზე მეტი ნაგებობა. მაგალითად, ხა სახლი იყო ნაჩვენები, რომელიც ონტოფოდან დაშალეს ესე და წამოიღეს და ააწყვეს, აი ერთ-ერთი მთელი ქვეყანა არის ერთ სივრცეში. ძალიან დიდი ბედნიერება მუზეუმის სტუმრობა. იქ არის უძველესი მესხურიოთა, დარბაზული საჯალაბო სახლი, სადაც მთელი ჯალაბი სადაც იყო და იმისათვის რა უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს ჩვენივე მემკვიდრეობის შესახებ, ანუ რა დაგვიტოვეს ამ ჩვენმა წინაპრებმა და საერთოდ საიდან მოვდივართ, ერთ-ერთი საშუალება არის სტუმრობა ეთნოგრაფიულ მუზეუმში. შენთან ერთად ეს იქნება სხვათა შორის ძალიან დიდი ბედნიერება ელზა და დიდი სიამოვნებით. აუცილებლად უნდა ეს ერთი ესეთი ტური გავაკეთოთ. დიდი სიამოვნებით. კი ბატონო. მადლობას გეტყვით. ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის შენი მოსმენა და ერთ კვირაში ისევ გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. რეკლამაზე გავიდეთ, სულ რამდენიმე წუთში ისევ დაგიბრუნდებით სხვა თემებით.